ისტორია ერთი რომ იმაში ну ერთ ოჯახში მივედით რა თბილისში. Короче, ну მე მივედი ყოველ შემთხვევაში და დავაგვიანე და მაგარი მთვრალები არიან, აი ძალიან მაგარი მთვრალები არიან და აი ყველა თაობის ადამიანია და ну არჩ ვისაში ვერ გაიგებ ძალიან მთვრალები არიან და როგორც მივხვდი მე ვინც გავიცანი ერთი ტიპი არის სიძე რა ამ ჩვენი ახლობლის ეს სიძე არის აშკარად ну უფროსია რა ჩვენზე ერთი 10 წლით ცოტა მეტი შეიძლება და თან ცოტა თავში ვერ აქვს რა კარგად ეთყობა რა ამბობი და შევედი გამარჯობა ესო მალხაზიოთ და უცებ მალხაზი გაიგო და შეწამოთ რა გამარჯობა მალხაზ ჩამორთ თქვენ თუ იცით თქვენი სახელის წარმომავლობა ხო და მეოთხე რა შარიცი მეთქი ბოდიშ გიხდით ახლა მაგას ხა სომხურად მეთქი რაღაცას ნიშნავს ლამაზი თუ რაღაცა იქით არა მითხრა ჩვენ უპირველეს ყოვლისა ქართველები ვართ და ჩვენ ყავს 100,000 მოწამე რომელმაც ფეხი არ დაადგა მეტეხის ხიდზე ჩვენი ღვთისმშობლის ხატს და როგორ გონიათ ახლა ერთი მალხაზი არ იქნებოდა იქ არა უნდა ვიცოდეთ ისტორია ჩვენი სარწმუნება ბოდიშ გიხდით რა ბიჭები ხა თქვენზე ახლა ორი წიგნის მეტი მაქვს წაკითხული და მოისმინეთ რა ძალიან გთხოვთ და ხმაური არ იყოს რა ხო მე იკითხავს ეს ბიჭო ვინ არისო თქვენიო და ეს ჩვენ მეგობარია ამ ბიჭე მოუთხეს მეგობარი და მნიშვნელობა მეგობრისა თუ ვიცით აქ ხალხს ახლა ჩვენ მეგობარი ერთი გობი ესე იგი გობი რას ნიშნავს ჯამი ხო მეგობრებო ახლანდელი თებში ფიალა ხო აი ერთი თებშიდან ვინც ჭამს ხო ის ხალხი არ ერთ თებშიდან რო ჭამ ხო ხარ მეგობარი რა ხო ხარ მე წამოვიდა რა ძმაკაცი ახლობელი დროს იგი ძმაკაცი ჯარის ძმაკაცი ტყის ძმაკაცი ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო მადლობა ყურადღების ბიჭებო ხომ მე თავს არ შეგაწყენ და აი უცებ ვიღაცა ხალით შემოვიდა ვიღაცა ხალი ანუ ამ ოჯახში ვინ ძალიან კარგად ამზადებს ეთყობა და ოსტრი შემოიტანა და დაჯექი მალხას დაჯექი მეცხი ეს ნანადეიდას ოსტრია და დედის მოტელი აქვს მოწყული ვინც არ შეჭამს ამას რა მახო შენ არ გეწყინოს ახლა ეს ჩვენი ტრადიციაა და რო გაშინავდე მე რა ვიცი შუტკას გავხსნით თუ არ გავხსნით. Dabzonit.